შეჩერდით, იპოვეთ კომფორტული პოზა, სიმშვიდის და ამავე დროს სიფხიზლის მდგომარეობა. მიიღეთ სხეულის პოზა, რომელიც გამოხატავს პატივისცემას საკუთარი თავის მიმართ. იგრძენით მთელი სხეული, თავიდან ფეხებამდე და პირიქით. მიეცით საკუთარ თავს უფლება იყოთ აქ და ახლა, განსჯის გარეშე. არ არსებობს სწორი ან არასწორი. უბრალოდ იპოვეთ სხეულის ის მდგომარეობა, რომელიც დაგეხმარებათ იყოთ მოცემულ მომენტში, ჩაერთოთ პრაქტიკაში. ახლა კი ყურადღება გადაიტანეთ და შეამჩნიეთ ხმები თქვენს გარშემო. დააკვირდით, როგორ ჩნდებიან და ქრებიან ისინი. აღიქვით ხმები მხოლოდ როგორც ხმები. არც მეტი, არც ნაკლები. უბრალოდ უსმინეთ მათ. შეამჩნიეთ, როგორ გადადის ერთი ხმა მეორეში, მესამეში. შეამჩნიეთ ხმებს შორის სიჩუმე. მოახდენთ ხმების კატეგორიზირებას. მხოლოდ და მხოლოდ შეამჩნიეთ, როგორ უერთდება ხმა ყურის ნიჟარას. შეამჩნიეთ ხმები თქვენს ახლოს, თქვენს სივრცეში, ან ყველაზე შორეული ხმა. ახლა ფრთხილად შეგიძლიათ გაახილოთ თვალები და დააკვირდით გარემოს, რომელშიც ხართ. შეამჩნიეთ ფერები, ჩრდილები, შუქი, ფორმები. შეამჩნიათ და დააკვირდით, როგორია უყურებდე და ხედავდე. ნახეთ, შეგიძლიათ თუ არა უბრალოდ მიიღოთ გარემო. აღიქვათ ფერი, ფორმა, ვიზუალი. განსჯის გარეშე. ახლა შეგვიძლია ყურადღება მივმართოთ და შევამჩნიოთ სუნი. შეამჩნიეთ ნებისმიერი სუნი, რომელიც შესაძლოა ახლო იყოს თქვენს გარშემო. მიიღეთ ის ბუნებრივი სუნთქვის რიტმით. სუნის გაცნობიერება ხდება ყოველ მომენტში, ყოველ ჩასუნთქვასთან ერთად.
და ახლა კვლავ შეგვიძლია რომ დავუბრუნდეთ ჩვენს სხეულებრივ შეგრძნებებს. ჩვენს სხეულს და შეამჩნიეთ სხეულის შიგნით, სხეული გარეთ. ნუ შეაფასებთ ამ გამოცდილებას, უბრალოდ იყავით მასთან. თუ სადმე დაძაბულობას ამჩნევთ, ეცადეთ შეამციროთ იქ, გამოძრავოთ სხეული. სენსორული გაცნობიერებისას ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას არც ერთ შეგრძნებას. ჩვენ მხოლოდ ვამჩნევთ რა ხდება და როგორ აღვიქვამთ სამყაროს ჩვენი სენსორების საშუალებით. და იყავით ღია ხმების, სუნის, ვიზუალის, შეხების, სხეულებრივი შეგრძნებების მიმართ. და შეამჩნიეთ ეს მთლიანობა.